დადგება წამი ცხოვრებაში. როდესაც აი ეშმაკი მოვა, ჩაგხედავს თვალებში და მოვა იმიტომ რომ აგაძროს სახე. და თქვენ იტყვით რომ გამოდის რომ მე და თქვენ არსით ერთნი ვართ, უბრალოდ თქვენი თავისუფლება სხვა და ჩემი თავისუფლება არის სხვა. თორე როდესაც თქვენ გაიგებთ ვინ ხართ და როცა მე გავიგებ ვინ ვარ, ჩვენ მივხვდებით რომ ერთი და იგივე ვართ. აქედან გამომდინარე, სივრცე ეს არის ვერ დანახვა იმისი რომ სხვაც მე ვარ. და დრო ეს არის მაგრამ თუ ამ ორ დამოუკიდებელ კადრს ესე იგი აერთიანებს მე ვარ, მაშინ გამოდის რომ ეს უკვე დროა. იმიტომ რომ დრო და სივრცე წარმოიქმნა, იმიტომ რომ მივხვდე ვინ ვარ. ამიტომ დრო და სივრცე ხდება ჩემში, როგორც ცნობიერებაში და არა პირიქით რომ მე ვხვდები ცნობიერებაში. მიხდით ეს დროის ის გაჩნდა. აქამდე წამოყევით? ოკეი. ეხლა შემდეგი გამიძებთ. შემეცნება არის წამი, როდესაც განსხვავება შემეცნებელსა და შემეცნების ობიექტს შორის აღარ არის. უარესად ვეთქვი, ამიტომაც არის რომ დრო შეიქმნა იმისთვის რომ შემეცნება მომხდარიყო. და როგორც კი შემეცნება აღსრულდება, დრო გაქრება, იმიტომ რომ დრო არც არასოდეს ყოფილა რეალური. და აი ეხლა უკვე მამარდაშვილის სიტყვებს უკვე სუნთლიანად ბოლომდე gagirxin და გეტყვით რომ Hay que pensar que hay que cosas para mejorar. Mientras ya tenemos otro partido, sí vamos a mejorar ahí y vamos a ganar el próximo partido.